რომელსაც ისე ვერ შეწვდით, როგორც გინდოდათ. ან უბრალოდ იმაზე მეტი სიღრმე იპოვეთ, ვიდრე ელოდით. სისულელია ეგ, არ არსებობენ ძლიერი ქალები. არავინ იცის, როგორ მტკივა ახლა სხეულის ყველა ნაწილი. აბსოლუტურად ყველა ნერვი მიტოკავს. საშინლად მტანჯველია მარტოობა. ვიცოდი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, ადამიანები სანდონი არ არიან. მაშინაც კი როცა ძალიან გიჭირს, მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებო მეგობარი. დღემდე ვერ ვიპოვე არსება, რომელთანაც შევძლებდი ბოლომდე დავცლილიყავი. ხრებზე თავი დამედო და ბრძოლისაგან დაღლილს შვიდად დამისვენა. არა, არ უნდა დაანახოს სხვას, რომ გიჭირს. უმარტივესი მიზეზის გამო. მოლოდინები რომ არ გაგიხუნონ. იმედები რომ არ გაგითელონ, რომ საკუთარ ეგოიზმს არ განაცვალონ და საკუთარი სიმდაბლის წინაშე არ დაგაჩოქონ. შენ გგონია, რომ ეს სიძლიერია, ჩემთვის კი ჩვეულებრივი ყოფა. შენ ითხოვ გაგებას და მე კი გავიწყდები. ნუ თუ არ გიფიქრია, როგორ მჭირდება ახლა შენი თანადგომა. რა ვქნა, საით წავიდე? მე ერთი გზა ვიცოდი, გზა შენამდე. შენ ეს გზაც ჩახერგე. ჩვენ შორის თვალუწვდენელი კედელი აღმართე და თითქოს გამრიყე. ვერაფერს ხვდები, მართლა აღარაფერი ვიცი. არც ის ვიცი, სად იწყება სიმართლე, არც ის, სად მთავრდება ტყუილი. შენ ხომ ძალა არ გეყო უბრალოდ ამდგარიყავი და ეს ყველაფერი ჩემთვის აღიხსნა. მე ვინ ვიყავი შენთვის? ფაქტი თუ ამბავი, რომელსაც ყოველდღე მოუყვები საკუთარ თავს, რომ არასოდეს დაგავიწყდეს, როგორ უნდა მოექცე ქალს. ქალს, რომელიც ბოლომდე შენია, ქალს, რომლისთვისაც შენ დიდი დაუსრულებელი ამბავი იყავი. დამიჯერე, ამ ცხოვრებაში იშვიათნი არიან ადამიანები მონასტრებად ქცეული, სადაც შეგიძლია უბრალოდ მიხვიდე და თავი მიიდრიკო, სიმშვიდე იპოვო. შენ კი სად ხარ? რა მიზეზებზე მელაპარაკები? როგორც არ უნდა იყოს, ვისი სახელიც არ უნდა ერქვას შენს გრძნობას, ახსნას, არაფერი უდგას წინ. გესმის? აბსოლუტურად არაფერი. მე გაურკვევლობაში დამტოვე, საშინელი მოლოდინი და ყველაზე მეტად იცი რა მაცოფებს, შენი ფიქრები.